ქალებთანაც ვისაუბრეთ ამაზე, რომ მოდიან ქალები, აი რაღაცა გულნატკენი ქალები და კონსულტაცია გვჭირდება და ვსაუბრობთ და როგორ. კი, ვალდებული ვართ, რომ პატიებელი ვასწავლოთ პატიება ქალებს, ვასწავლოთ გატარება, ვასწავლოთ გულში მშვიდობის შენახვა, გაფრთხილება ამ იესოს მშვიდობა, ესე იოლად არ უნდა დავკარგოთ პატარა კონფლიქტების გამო, მაგრამ ყველაზე მთავარი ცოლისა და ქმრის თანაცხოვრებაში არის მეგობრობა და ერთმანეთისთვის თავგანწირვა. მე ამას ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას. ერთმანეთისთვის თავგანწირვა კიდე შეიძლება ცალკე თემად გამოიყენოთ და განავრცოთ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ მეგობრობას ვერ დაინახავენ ოჯახში ცოლი და ქმარი, მეგობრობას ვერ მიეჩვევიან, ყოველთვის მეტოქეობა იჩენს თავს. არის იქ ცოლი მეტოქე, ქმარი მეტოქე, შენია ჩემია, შენ გააკეთე, რატო მე რატო უნდა გავაკეთო, შენ რატო არ უნდა გააკეთო. ამას ბოლო არ ექნება ამ მიზეზებს, თუ მეგობრობას არ იპოვიან იმ მომენტს, რომ მიხვდებიან, რომ მე შენი მეგობარი ვარ, მე შენთვის თავგანწირული ვარ, მე რამდენჯერ მithქვია ოლეგისთვისაც რა, ხშირად მithქვამს, რომ მშვიდობა, აი მაშინ მოდის მშვიდობა, როცა შეურაცხყოფილი კი არ ხარ რაღაცა მოქმედებების შემდეგ. უბრალოდ ფიქრობ, რომ ის შენი მისიაა. მშვიდად უნდა შეხვდე. თანამშრომლად მიგაჩნია. ხო, შენი მისია, ხო, ზუსტად შენი მისიაა, რომ აიტანო, აპატიო, მეგობარი დარჩე და მერე კარგი ტონით, შერჩეული ტონით, სიყვარულის ტონით გაარჩიოთ ეს საკითხი. და არა ჩხუბით და რაღაცების. ესე იგი ორი ფაქტორი დავინახეთ, 3. ხო, აბა ჩამოაყალიბეთ. პირველი ეს იყო, რომ კონფლიქტი არ უნდა დავძაბოთ და შევეცადოთ, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გულში მშვიდობა გქონდეს. რომ აი არა უყვეთ რა ემოციებს, არა უყვეთ და არა უყვეთ. გვახსოვდეს, რომ ცოტა ხანში გადაგვივლის რა და მერე დავალაგოთ. რა უნდა ადამიანები ვართ ეს. მეორე მომენტი იყო, რომ ამაში გვეხმარება ძალიან მეგობრულობა, მეგობრობის შენარჩუნება. მეგობრობაში იგულისხმება მხარდაჭერა, თავგანწირვა, საკუთარი ინტერესების დათმობა. და ამაში გვეხმარება იმის გააზრება, რომ ჩვენი ადგილი გვაქვს იმ საქმეში, რასაც შენი მეუღლე აკეთებს. დედა იქნება თუ მამა იქნება. გვეხმარება იმის დანახვაში, რომ ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ. ახლა ის წავიდა საქადაგებლად და მე აქ სარეცხის რეცხვა მიწევს კი არ არის. ერთ საქმეს ვაკეთებთ, მე რო ამას არ ვაკეთებდე, ის იქ ვერ წავიდოდა. და ეს ჩვენი უღელი არის და ხანდახან ისიც შემეწევა გარეცხვაში და მე კიდე საქადაგებლად წავალ და ესე იქნება. ანუ დანახვა საკუთარი თავის, როგორც აი ერთ მისიაში, ერთ ხედვაში, ერთ მსახურებაში და ეს ძალიან ერთმანეთის შემწერო ვიყოთ. ყველაფერში არ არის აქ მნიშვნელობა რა ქალის საქმე თუ კაცის საქმე. შემწეობა შეგვეძლოს ერთმანეთისთვის. შენ რა დაგვიმატე? წემს. ყველა ბეზე დანახვა ვარ. არა, ყველაფერზე არ იქნება თანახმა, მაგრამ მაინც რამე წაგვიმატე. აი მეგობრობაში ეგ მაინტერესებს. მეგობრობაში რა შეიძლება? სხვათა შორის ერთ იმას ვკითხულობდი კი არა და უსმენდი. ფსიქოლოგივით კოუჩი ტიპი არის და აი ნდობაშიო. აი ნდობა უნდა მეთქვა. ნდობაშიო. გვეხმარებაო როცა იცნობო შენ მეუღლეს რა თუ არ იცნობო რა ინტერესები აქვს რა ფიქრები აქვს რა ღირებულებები აქვს რა მე თუ ნაენდო მაშინ დებილი ხარო თუ ყველა ენდობი არ იცნობ და ენდობი თუ კიდე გინდაო რომ მართლანდობა იყოს და მართლა მეგობრობა უნდა იყოს უნდა იცოდე რა აქვს მისი ღირებულებებიო რომ აი ამ ღირებულებებში ან ემგზავრები ადამიანს ან არ ემგზავრები ეს ძალიან მნიშვნელოვანია რავი, აბა ცოტა ხوار გაგვიფრთხო. ახლა შევადარებდი კიდე ამას ქართული სიტყვიდან გამომდინარე. და რაც იესო თქვა, რომ ჩემი უღელი ვაიღეთო და დაიკითხო. რომელიც მსუბუქი არის. რა შემთხვევაში არის მსუბუქი, როცა გუფალთან ახლო მეზობლობაში, მეგობრობაში და ურთიერთობაში ვართ. ხო. ქართული სიტყვა მეუღლე რაც სხვა იმაში არ მეგულები ხლა. რუსებს აქვთ, რუსებს, სუპრუგ.
სულ გადათარგმნილი მაგათაც. ეგეც თავისთავად მიანიშნებს, რომ როდის არის სასიამოვნო, ახლა უღელი იმ გაგებით ხო არ არის რაღაცა თვირთი. იმ გაგებით რა ქრისტემ რაცა თქვა, თანამბრად განაწილება. უღელი არის პირიქით ცხოვრებაში ისეთი რაღაცა, რაც გეხმარება, რაც გიადვილებს ცხოვრებას და კი ბატონო. შენს გვერდით ამ დროს არის ვიღაცა. ვინც გიადვილებს და როგორც ქრისტესთან ხდება ურთიერთობაში როცა ხარ. უღელი მსუბუქი არის, ასე ორი ადამიანის ერთმანეთთან ურთიერთობა, მეგობრობა და გაგება ეს აადვილებს ცხოვრებასაც, მოწოდებასაც ქრისტიანულ გაგებაში, შენი მისიის ასრულებასაც და ყველაფერში. და ორივე ადამიანი გრძნობს, რომ რასაც ვაკეთებთ უფლისთვის და მცირედიც კი რაც შეიძლება რომ უფლის საქმე შეემატოს რომელიმე ერთ-ერთი ადამიანის მსახურებაში თუ შე რაღაცაში მოემსახურები, ეს არ უნდა აიქვას რა თქმა უნდა ადამიანმა, რომ მე ახლა ამას ვაკეთებ, იმას აკეთებს. ერთი კიდე რაც მეჟავრება ხოლმე რა საერთოდ ახლა თემისთვის, თუ შეიძლება, მაგრამ რამდენ ადამიანთანაც ახლა წლების განმავლობაში ქონია ურთიერთობა. ერთი რაღაცის მიმართ მაკატურა შენია რო ეთქვიან ხოლმე რა. ცოლი ქმარი რო იწყებს ხოლმე ერთმანეთის დადანაშაულებას როგორც მტრები, ისედაც ცდილობენ რომ მართალი გამოვიდნენ. რა მნიშვნელობა აქვს ახლა? შენ თუ საქმეს გვირჩევ ახლა მე და ჩემ მეუღლეს მე მართალი გამოვიდა ის დამნაშავე. აი რა არანაირი. რა მე გამარჯვებული ვარ, ამით მე ამას შავთვლი რომ თუ ის ტყუის, მე ტყუი ვარ. კი ბატონო. არ არის აქ მართალი და მტყუანი და ეგ იმას ნიშნავს ცოტა რომ თითქოს ცალცალკე აი მეტოქეობაში ეგვიგულისხმე რა, თუ არ ჩათვლი მეგობრად. ყველა ვარიანტში მეტოქე ხარ. შენ თავად უნდა ჩათვალო. ხო, შენ თუ არ ჩათვლი, ჩემი მეგობარია. ამდენთანაც გონია საქმე, რა, მეტი წელია სიახლოვე თავიდან რა. გაყოფილები არის. ხო, რო, აი, ცდილობს რომ ახლა მართალი გამოვიდეს ბიჭო. რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ჩემი ცოლი თუ მტყუანი გამოვიდა. მე მართალი გამოვედი რა უფლის წინაშე ახლა. რა მოიგეთ? რა მოვიგე? ნუ ეგ ახლა სიყვარული მსჯელობს ეგრევე. რო გიყვარს ადამიანი, იმის გამთხუნება უკვე აღარ ქსიაფოვნებს რა, შენია და იმიტომ და. არა, ბევრჯერაც ხო ყოფილა რომ ცანდის მართალია ერთი მხარე, მაგრამ ის ადამიანი ირჩევს მშვიდობას, თავს იკავებს და როცა მომენტი მოვა და ორივე კაი ხასიათზე არიან, ან საქმეს ვერ წაადგა მაგათი ესეთი მდგომარეობა, ცდილობს რომ გამოასწორონ, დაატკბნენ და განიხილონ. გადალახონ რა ეს პერიოდი რაღაცნაირი. ყოველ დროს ახლა მართალი რომ გამოდის ადამიანი თავის უპირატესობაზე გრძნობს ალბათ ფსიქოლოგიურად რაღაცაში ახლა. თავისავს მკურნალობს ალბათ. ხო, რა, შვებას გრძნობს რომ არის არას უფასოვნებას იმაყოფილებ, ხო უფრო. ან პირიქით ჯავსიდებს რომ როგორ დამჩაგრეს. ნუ ეს მეორე რატო მხარე. დამჩაგრეს, ხო? რა ვიცი რა მაინტერესებს ახლა, რადგან ბევრი შვილები ყავთ თქვენ. პარი მაი მინდა რომ ეს ჩანაწერი ჩავდო რა. ეს კაი სურათს დავადებ ერთად გადავიღოთ და მივესალმოთ ხალხს პირდაპირ ნიუ-იორკიდან. მოეწონებათ ესეთი ფორმატით ჯერ არ გაგვიკეთებიათ. შვილები ყავთ ახლა ჩვენ წვილებს, ხო? მე შვილები ხანდახან ძალიან ისეთი მძიმე მოსავლელია, ტვირთიც არის რა, ტვირთი როგორ სასიამოვნო ტვირთია, ღმერთს დიდება. ღმერთმა არ მოგვაშოროს ეკითხი 1000 წელიწადი, მაგრამ დამგლელი და შრომატევადი. აი როდის შეიძლება ეს გახდეს ხელის შემშლელი? არის მომენტი, როცა შვილები აი ცოტა უცნაური კითხვა არის, მაგრამ ცოლ-ქმარს შორის შეიძლება ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს რაღაცა სხვადასხვა პოზიციის გამო. ნუ შეიძლება კამათი გამოიწვიოს შვილისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება. მან ამას როგორ უნდა გაუმკლავდეთ მე, ან რა უნდა შევინარჩუნოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, მე რომ დიდ კურთხევასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობა და საქმეც არის შვილები და ქონიათ ესეთი მომენტი, რომ აი რაღაცა აი ეგ დაგჭირვებიათ მუშაობა და რას გვირჩევდით ამ მომენტში. როგორც დედა, მე რომ მაგუნდება პატარები რო იყვნენ. რა თქმა უნდა, ბავშვი ჭირვეულიც არის, ავათაც არის ხანდახან. ხან თავისი კაპრიზები აქვს და რაღაცას ითხოვს. და ყოველთვის არ არის ქალი, მე ქალზე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე ეს გრძნობები მე მახსოვს. და დედას კიდევ ყოველთვის არ აქვს ის მომენტი, რომ
მარტო ბავშვს მიხედოს და მისი საქმე მხოლოდ ბავშვის კეთილდღეობა იყოს. ქალის კისერსია რა თქმა უნდა, ოჯახი, სისუფთავე, წესრიგი. მერე ამ საოჯახო საქმეების მერე ან სწავლა, ან სამსახური, ან სტუმარი და ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი, რომელიც ცოტა ყურადღებას აკლებს ბავშვებს, ვიდრე უნდა კონდეთ, ხო? ოჯახური დილიაში. და ძალიან ბევრჯერ ქონია შემთხვევა, რომ დაღლილი, განერვიანებული, ამას ვემდუროდი ხოლმე, სადახა და კარგული ხარ მთელი დღე არა ხარ, აი შენ მაშულებმა ასე ნერვები მომიშალეს, ეს ეკნეს, ის ეკნეს, ნუ იყო მომენტები, როცა აქ ვხედავდი გამოსავალს. მაგრამ დადგა დრო, როცა გავაანალიზეს აი ეს მომენტები და გამოსავალი არ იყო. ჩემ ესეთ საქციელში გამოსავალი ვერ ვნახე. და ბოლოს დავიწყე ესეთი ლოცვა, ღმერთო, ჩვენ შვილებს ქვიათ ღმერთის საჩუქარი. საჩუქარი არასოდეს არ უნდა იყოს საწუწუნო, დამღლელი, მადლობა შემოფალო აი ამ საჩუქრისთვის. და ჩემ თავს ველაპარაკებოდი, ძალიან ხშირად ვიცოდი ჩემი თავის დაწყნარება, ციური დაწყნარდა, ციური ზედმეტი არ თქვა, ციური ხომ არ გაიღო და ჩემ შვილებს უკვირდათ ხოლმე დედაო თავის თავს ელაპარაკებაო, რომელიც ცოტა ჭკუაზე იყვნენ და მოზდილები იყვნენ. ერთმანეთს მაიკო და ნიკო აი ესეთი უფროსები, რომლებსაც დედა თავის თავს ელაპარაკებაო. იმიტომ რომ მე უმუშაობდი ჩემ თავთან, იცი, იმიტომ რომ შედეგი არ მქონდა ისეთ საქციაში, იმ არჩევანში. შედეგი მქონდა მაშინ, როცა მადლიერება დავიწყე უფლის. როცა დავინახე, რომ რაც ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, ეს ღმერთს ქონდა წინასწარ დანახული და ღმერთი ძალას მაძლევდა. იმიტომ რომ ჩემ ყოფას ვადარებდი სხვა დედებს. ურწმუნო თან გარედან რომ დეტალებსაც რო ვერ ხედავდი, ღმერთის თვალით მიდოდა დანახვა. საკუთარი დამეუბნებოდა, არა. საკუთარი დამეუბნებოდა 5 წუთი თუ დამაკლდა ღამის ძილიო. შემიძლია ჭუჭყიან სარეცხზე დავიძინო ვანაშიო. არ შემიძლია სხვანაირად, ესე იგი უძილობას ვერ ვიტანო. შევადარე იმ ჩემი დის ნათქვამი ჩემ ფიზიკურ მდგომარეობასთან. 25 წელი ღამე ვათენე. 4 საათი ადრე არ დამიძინია და მადლობა ღმერთს ჯანმრთელი ვიყავ. და კიდე შემეძლო. მახსოვს ეგ პერიოდები. სიდეს რო გავხდი. ვენდა რომ მოვდიოდი ხოლმე. როდის იძინებდი, როდის იღვიძებდი, ვერ კიდე ხო. პატარები ყავდა. შენ რას დაგვიმატებ წემსო? მე ბევრად ვერ ჩავსდი კითხვის იმას. შინავს. აი მე ნა ერთ მხარეს გაეცა პასუხი, რასაც ხო, ვიდახოდი. ერთ მხარეს მე გავეცი ჩემ მე რა ვთქვი, იცი, აი ოჯახის სიმტკიცეში ბავშვები, რომლებიც უთურთხევა არის, როგორ შეიძლება აღმოჩნდეს დაძაბულობის მიზეზი. ხო. და მეორე მხარეც როგორ შეიძლება პირიქით ოჯახის სიმტკიცის მიზეზიც გახდეს რა, ესე მოკლედ რო ჩამოვაყალიბოთ. დაძაბულობა ფაქტია, რომ გიხდება, გინა არ გინდა. ფიზიოლოგიურად იღლები, ვერ ხაჩა, ხო, რაღაცას ვერ ასწავლებს. აქ ეხლა ეს ფიზიკური მომენტი, მაგრამ შეიძლება ეხლა რაღაცა ბავშვების საქციელმა გამოიწვიოს სხვადასხვანაირი პოზიცია მშობლების. აი ესეც შეიძლება გახდეს, ხო? შეიძლება, აი არ ვიცი ეხლა თქვენ როგორ გქონიათ, მაგრამ ხო შეიძლება რომ მშობლებს რაღაცა აჩემებული პოზიცია ქონდეთ რომელიმე შვილისადმი და მშობლებმა ამის გამო დასწრონ ერთმანეთს. ან რაღაცა იმალებოდეს კიდე იმის უკან, მაგრამ შვილი ერქვას მიზეზი რა. და აი ამას როგორ გაუმკლავდეთ, ან პირიქით აი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ მეთოდი ის იყო, რომ დავინახოთ ამაში კურთხევა და ვიყოთ მადლიერებით და შევხედოთ იმ თავარ მიზანს რა, საითაც მივდივართ და ეს გეხმარება, ეს გამოსავალი იყო. აი თურმე მარტო ვიღაცას არ ემართება ეს. ხალხი არის რომ შვილები იღლებიან ადამიანები, ხო? ჩვენ რო ვაღიარებთ იმას. კი ბატონო. კარგსაც, ცუდსაც, წარმატებულსაც, წარუმატებელ მომენტებსაც ძალიან დიდი შვება არის ადამიანებისთვის. ჩვენ ესე კი არა გვაქვს მორთმეული კურთხევები. რაც გარედან ჩანს ესე, ხო? ზუსტად. ჩვენც გადავიტანეთ, ჩვენც რაღაცა გადავლახეთ, ჩვენც რაღაცა მოგვიწია. კი ბატონო, ჩვენც მოგვიწია ტირილმა, ლოცვამ, მოთმინებამ. აბარა მე ღმერთის მადლიერი ვარ დღემდე, იცით რის, რომ აი დაძაბულობის შემთხვევაში ხო შეიძლება დედამ შვილი გალანძღოს, დაემდუროს, საყვედუროს, შენს გამო ის დავკარგე, შენს გამო ის დავკარგე, მე შენ მოგიწვენი მთელი ცხოვრება. აი ესეთი რაღაცები შეიძლება ადამიანს გონებაში მოუვიდეს, მაგრამ არასოდეს ვაძლევდი ჩემ ბაგეს იმის უფლებას, რომ ეს წარმომეთქვა, იმიტომ რომ ბავშვის ბუნებაზე არ უნდა დაადანაშაულო. ის იყო ღმერთის საჩუქარი და საჩუქარი ცუდი არასოდეს არ არის და ამიტომ არ მინდოდა, რომ ბავშვს ჩემგან რაღაც შენიშნა
ისეთი მიეღო, რომ გულით კენოდა. ეს როგორც ჩანს, ეს პირადად თქვენი გამოცხადება არის, რომ ეს არის საჩუქარი და საჩუქარი არ არის ცუდი. ხო, აი მომენტში ეთყობა ღმერთმა დახმარება გამოგზავნა. ჯერ 19 წლის ვიყავი მაიკო რომ ეყოლა და დავცქეროდი და იმას კი არ ფიქრობდი, რომ შვილი მყავდე და გავხდი და რაღაცა. ერთადერთი იმას ფიქრობდი, რომ როგორ მანდო ღმერთმა თავისი შექმნილი ადამიანი, რომ მე ამ შტელ ბავშვს, პატარას ჩამიგდო ხელში, რომ მე ეს უნდა გავსა, მე უნდა ვიზრუნო და როგორ მენდო მეთქი ღმერთი. იმდენად სხვანაირი შეხედულება მქონდა ბავშვზე, როგორც ადამიანზე. და რა ჩემ შვილზე რო არიქა, ცხოვრება იცვლება, დედობას ელაპარაკობენ, სულ სხვა თვალით უყურებს. ესენი არ ახლა გამოსაფენი ისინი არიან, მაშინ უბრალოდ ცხოვრობდი. მაშინ ცხოვრობდით და აი მუფლის საჩუქრის მნიშვნელობა ვეძებდი, რას ნიშნავდა. ეგ საჩუქრები გაგიმრავლდა და გამიმრავდა. დიდება უყავს. ამან ნიკოლაევიჩი, ერას გეტყვი. ეს მიდგომარს სხვა ახლა ბავშვებთან დამოკიდებულებაში როგორც საჩუქარი ერთნაირი ქონდა ყოველთვის. ამაში მქონი რაღაცა. მოიწყო ერთი რაღაცა არის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ შეიძლება ახლა დიდი მოჩიჩინე ახლა რო დღე და ღამე მესწავლებინა ახლა ბავშვებისთვის რაღაცა მოჩიჩინე არც ისე არა ვარ რა არის მიმართ. უბრალოდ ყოველთვის ვცდილობდით ხოლმე რომ ბავშვებთან გავიცი სიმკაცრესთან ერთად მე პირადად სიყვარულსაც და ზრუნვას. შეიძლება ისეთ მეგობრობასა და სიტყვასაც ვჟღავნებდი ხოლმე, რომელსაც თვითონ ბავშვი არ მოელოდა. კრიტიკული სიტუაციები როცა ყოფილა, რომ რაღაცა დიდი დააშავა, როცა წესით უფრო მაგრა უნდა გალანძღვა რა. უცებ წყალობა და სიყვარული გამოგიჩენია. ამ დროს უფრო ის გამომიჩენია, უფრო გაგება მეტი. შეიძლება სულმა რაღაცაში ვერ აგზნობდნენ ახლა და იქ უფრო ნაჟიმი გამიგეთებია, მაგრამ როცა რაღაცა ისეთი ჩეპე ხდებოდა და რაღაც ახლა ყველა ბავშვის ცხოვრებაში რაღაცა იყო. უფრო მეტი მას ვიჩენდი ხოლმე რა. გაგებას რო გაუგო და იმ მდგომარეობიდან უფრო გამოიყვანა. რა შეიძლება რა ვიცი, რაც კითხვა იყო, რომ მე მგონი ის იყო, რომ ბავშვების ასდის პერიოდში ასთა სხვადასხვაობა, რომელიმე ბავშვის აიღეს აქციებზე. ბავშვები ხან აი მიზეზები ხდებიან, რომ განსხვავება იყოს და ხან კიდე გვაერთიანებენ კიდევაც. ხო, რა ვიცი, ახლა ესეთ დროს რა ვიცი, ახლა ესეთი განსაკუთრებული ჩვენ არ გქონია, მაგრამ მაინც ახლა თეორიულად უფრო ვფიქრობ, რომ როცა მშობლებს ფასეულობები ერთნაირი აქვთ, ერთნაირად ფიქრობენ. ერთი გუნდი არის. ხო, ერთნაირად ვაფასებენ იმ სიტუაციას და თუ რაღაცაში განსხვავებული აზრიც აქვს, იქ ერთმანეთში გვარდება და არა ბავშვის თვალზე, რომ ბავშვი მივედით მაინც იმედზე და ბავშვმა რო დაინახოს, რომ და ჩემ მხარეზე, მამა არ არის ჩემ მხარეზე. მოდი ცოტა უფრო გულწრფელ კითხვას დაგისვამთ. აი ეს მომენტი თუ ყოფილა, რომ ერთმანეთს არ ეთანხმებით, მაგრამ ბავშვთან აი შეხედი არ მოგეწონა შენი მეუღლის საქციელი ბავშვთან დამოკიდებულებაში, მაგრამ მაინც მეუღლის მხარე დაიჭირე ბავშვთან. კი. აი ხმამაღლა ბავშვმა ვერ დაინახა, რომ თქვენ ერთ მხარეს არიყავთ. ამას ყოველთვის ვითვალისწინებდით, თამამად ვიტყვით. კი ბატონო, ანუ ეს არის ერთმანეთის უპირობო ნდობა, რომ ახლა მეტი წელი ალბათ ფასეულობებში მაინც ერთნაირი ვართ, ერთად ვიჯით, მაგრამ ახლა არის რაღაცა მომენტში რა, რეაქცია შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ცალკე რო ყოფილვართ მერე, იმის მერე უთქვამს, რომ შინამაში არასწორი იყავი. ან მე მithქვამს, ძალიან კაცრი იყავი, ცალკე გაგვირჩევია ეს საკითხი. კი ბატონო, ეგრე ჩვენს ქონია და მაინტერესებს. მაგაზე მეტი ეკუთვნით, როზგი ეკუთვნით, უთქვამს, მაგრამ იქ არ გამომჟღავნებია ბავშვთან. მოდი ახლა პატარა რეზუმირება გავაკეთოთ აქაც, აი ძალიან მომეწონა ეს მომენტი მწყემსის ნათქვამიდან, რომ სიმკაცრეც გამომიჩენია, მაგრამ სიყვარულიც გამომიჩენია. აი ეს ბავშვები ეს რეაქცია როდის არის სწორი, როცა ბავშვებს აქვთ განცდა იმის, აი ეს მომენტი თუ გიფიქრიათ თქვენ, რომ აი რადგან ბავშვმა იცის რომ მიყვარს, ის ამ ჩემს სიმკაცრესაც გაუგებს და რო იცის რომ მე მართლა მიყვარს და მართლა იმის მხარეს ვარ,
უკვე ჩემგან კაცრი სიტყვის მიღება შეუძლია. ეს მომენტი გაძლევდათ გაბედულებას სიმკაცრეში და სიყვარულის мотиваციასაც აკეთებდა ალბათ, ხო? ესაც ყოფილა და ეხლაც იტყვის ხოლმე ოლეგი რა. ეხლაც ხშირად იტყვის ხოლმე, რომ აი ესე რო არ მოგქცეულიყავიო, დღეს უფალში არ იქნებოდნენ ჩემი შვილებიო. კი ბატონო, კი ბატონო. მე მიმაჩნია, რომ აი ეს სუფთა უფლისაგან მოსული ჭეშმარიტება არის, იმიტომ რომ ჩვენ ხანდახან ვისჯებით ცხოვრებაშიც, ხო? რაღაცეები ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ რა გვაძლევს იმის გადატანის საშუალებას, ძალას, რომ გაუძლოთ და ღმერთის ერთგულებით დავჭერთ. ვიცით, რომ ამ ყველაფრის უკან მაინც უსაზღვროთ მოსიყვარულე ღმერთი დგას და რახან ჩათვალა საჭიროთ. ისე ენდობი, უკვე დაგიმტკიცა სიყვარული. რატო? შეკითხვა, რატო ჩვენ ცხოვრებაში? ეხლა ოჯახი ფაქტობრივად ეგ არის სულიერი სფერო არის უფლის დამოკიდებულება ადამიანისადმი და შუალების დამოკიდებულება შვილებისადმი. აი რაღაც ანალოგია არის რა. იმიტომ რომ როცა მე დარწმუნებული ვარ, რომ შეგნებული მაქვს უფლის მიერ, რომ უფალს უყვარ ვარ. ცხოვრებაში მე ეხლა თუ როზგი მოსულა, უკვე გინდა არ გინდა, ეხლა ნორმალური ქრისტიანი ფიქრობს, რომ ეს შემდასასიკეთოდ დაუშვა უფალმა, იმიტომ კი არა, რომ ვეჯავრები, იმიტომ და მსჯის, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის საჭირო. მართლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა აი რაღაცა მომენტი უნდა იყოს შობლების ხრიდან, რომ ბავშვები დარწმუნებული უნდა იყვნენ იმაში, რომ შენ გიყვარს შენი შვილები. და რასაც კი აკეთებ, სიყვარულით აკეთებ. თუ ეს მომენტი ახლა ბავშვებს დანახული აქვთ, მერე იოლია ყველაფრის გადატანა მათთვისაც რა, გინდა შენგან, აი ერთი მომენტი რომ ნახეცი. თვითონავით ვზავრობდი და გვერდზე იჯდნენ მუსლიმები იყვნენ რა. აი არა მომდის თორემ. გვერდზე ზის ქალი, იქით შუაში ბავშვი უზით. ეს ასე ტიპიური მუსლიმი რა, თეთრი სამოსილი ეს რო ცვია და ჯერ უყურებ ახლა რაღაცნაირად ახლოვიჯექით რა და გინდა თვალში მხვდებოდნენ რა. ბავშვი შუაში ხოუზით არა და გარემო ჩვეულებრივი, აქეთ მამას ეფერება, იქით დედას ეფერება, აქედან მამა ეფერება, იქიდან დედა, აი იდილია როგორც აი კარგი ოჯახი რა, აი სიყვარული რა უყურებ რა. რაღაც მომენტში მე ბავშვი დაიწყო გაჯიუტება. რაღაცა გიჩი. ესე კი რო შევხედე, ჯერ გავბრაზდი რა. მამისმა რო უთხრა და არ გაიგო, რა ჩაარტყა ხელში. ვინ ჩაარტყა? მამა. მეორე მომენტში კიდევ არა ისე მწარედ გაიგე დაუნდობლად მომეჩვენა რა. რაღაცა უცბად შეიცვალა კაცი რა. ამ დროს ქალს გავხედე და ქალი ჩუმადარი ესე უყურებს. ბავშვი შეაშინდა რა ფაქტიურად რა, დაიმორჩილა ბავშვი. ჯო გაბრაზებული ჩემთვის ფიქრობ მეთქი ეს მეთქი აი იყო ეს ბავშვის დამეტება როგორ შეიძლებოდა რა. რაღაცა პერიოდი გავიდა და დაწყნარდა ეს ბავშვი. იმ ხელებით რომელსაც სცემდა მამის, რა ხელებზე ეფერებოდა კოცნის ბავშვი. მამაც ესე უყურებს რა. ეს რო დაინახა ახლა რომ ბავშვი ისე რაღაცა თვითონაც მე მოეფერა და ისევ აი ეს პირველად მდგომარეობა. არა, საინტერესო ის. შეთვეს დავფიქრდი რა. ბავშვის გული როგორია? არა, თან მაგათ რაღაცები აქვს სწავლებაში, რაც ახლა აი ზუსტად ის მომენტი ვნახე რომ მანამდე რა ჩვეულებრივი მამა რაღაცა იქ ბავშვი რო კარგად გზნობს, აი ორივე შუაში რო ზის და დაცულად რო გზნობს თავსა და სადაც გაჯიუტა იქ მოხვდა მაგრამ რა. ისევ იმის დასასიკეთოთ თორე აბა რა იქ. არ დაუთმო რა ამან. პირიქით აი მომეჩვენა. მაგრამ ეს ბავშვობა მაინც ღმერთის ჩადებული არის, რომ იყავით ბავშვი. გული არ გაბოროტ და მაინც მოეფერა. ой, ის მამა არის და არა, აი რატო ის მომენტი მაგალითად რა, უბრალოდ ფსიქოლოგიურად ახლა ბავშვი არის რომ შუაში რო იჯდა და დაცულად გზნობდა თავს აქედან სიყვარული, მე რა სიმკაცრე, მაინც ვერ გადაფარა მაგრამ როგორ ჩანს რა. ისევ იმაში იგზნო ისა და მშობელმაც აი შესაბამისი ნაბიჯი გადადგა, ისა კი არ დაშადა. აი ამიტომ ახლა სულიერ პრინციპებიდან გამომდინარე არის რომ ბავშვები უნდა გზნობდნენ პირველ რიგში რომ მშობლებს უყვართ ისინი. იმის იქით ახლა აბა ახლა სიყვარული ის არ არის, აბა რაც კიდე დაკეთე და მიდი და შეიგენია და ის აკეთე ახლა. ჩემთვის არავდეჯერ იყო რა ის ნიკა ისინი ირბეგი, ცოტა რო ავარდნილები იყვნენ, არ უთმობდი ახლა.
არ უთხოვდი, მაგრამ მე ვაბალანსებდი. მე ვეფერე. ხმარისთვის არის ხა. ვასწავლიდი მამა რომ იტყეპავს დედამ უნდა მოეფეროს. ვარხარ, იმიტომ რომ წუწუნებდნენ და მე კიდევ ამას ვამართლებდი ხოლმე 800. ახლა იწუწუნებს აბა რომ მოხდება იწუწუნებ, მაგრამ გახარებული არ იქნება. ეგ მარტო ემოციებისთვის ხო არ გცემა, მარტო ემოციებისთვის ხო არ გახჩვენდა. შენთვის კარგი უნდა. რო არ დაგვაუწყდეს ახლა რეზუმირება რო არ დაგვაუწყდეს მსმენელებმა რომ გაუსვან ხაზი, ესე იგი სასჯელი, საყვედური, რაღაცა სანქციები, მისაღები არის ოღონდ დოზით. ეს აუცილებლად, ეს კიდე სხვა საკითხია დოზირება, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მოსდევდეს სიყვარულის გამოვლენებას. იქ სადაც ოჯახში ჯერ ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სიყვარული არის თუ არა, უყვარვარ თუ არა ჩემს მეუღლეს, ჩემს ცოლს, ჩემს ქმარს, ჩემს მამას, ჩემს შვილს. აი იქ თუ ჯერ ამაში ეჭვი არის, იქ სასჯელიც ვერ იქნება ეფექტური. სასჯელი იქნება ბუნტის გამომწვევი, მაგრამ თუ შვილი, ქმარი, ცოლი დარწმუნებულია მეუღლის სიყვარულში, მამის სიყვარულში, ხო, დედის სიყვარულში, სასჯელიც ადვილად გადასატანი ხდება. ამიტომ ჩვენ ხანდახან ადამიანები შეიძლება სულ სწრაფები ვართ და სასჯელს უფრო ადვილად გამოვხატავთ ვიდრე სიყვარულს. კი ბატონო, სასჯელი გამოსახატია და დასაფიქსირებელია, მაგრამ თუ ისე ხდება, რომ სიყვარულს არ აფიქსირებს, სიყვარულს არ აპრაქტიკებ, ასე ვთქვათ, გასაგებენაზე არ გიყვარს, შენი მეუღლის გასაგებენაზე, შენ შეიძლება გულში გიყვარს, მაგრამ ის ვერ ახვდება. საყვედურს კარგად ამბობ და სიყვარულს ვერ გამოხატავ. ეს უფრო მტკივნეული ხდება, მაგრამ აი ეს როგორ უნდა მოვახერხოთ ახლა, რომ ჩვენ ეს სიყვარული ყოველდღიურობაში ბავშვებს ვაგრძნობინოთ, ეს უსაზღვრო სიყვარული მეუღლეს ვაგრძნობინოთ, რომ წინ წავიწიოთ მერე და საჭიროების შემთხვევაში საყვედურის თქმის უფლებაც გქონდეს, ეს რამაში უკვე სიბრძნე გჭირდება და ღმერთის სულის მართლობა და სადაც სიყვარული არის, იქ გამოვლინების ფორმების გამოჩნდება. კი, სიყვარულის ბევრი გამოვლინება. რა ვიცი, მეგობრებო, ეხლა მე ძალიან მომეწონა ეს ფორმატი, როგორც ვაკვირდები ჩვენ. შეიძლება ტრადიცია დავამკვიდროთ ესეთი. იმიტომ რომ საუბარში გაცილებით უკეთესი რაღაცეები იბადება ხოლმე. მოდი დღეს ესე ცოტა ნაკლოვანების განცდა რო დავუტოვოთ, დავემშვიდობოთ ჩვენს მსმენელებს და დავპირდეთ, რომ აუცილებლად მომავალში კიდევ გვექნება ესეთი გულიანი სპონტანური საუბრები. ხან ნიუ-იორკიდან როგორც ახლა გელაპარაკებით, ძვირფასო მსმენელებო, ჩვენო ძმებოდადებო, ჯიგერებო. ხან კიდე რა ვიცი, ხან შეიძლება მარნეულიდანაც. გაკურთხოთ უფალმა. ნახვამდის. კარგად.